4 დღით დაგტოვეთ ბიჭო მეთქი 4 დღე დავისვენებ რაღაც ცოტა პირად ცხოვრებას მივხედავ ცოტა გავერთობი რამე და რა გააკეთეთ ამ 4 დღეში ხალხი ყოველ დღე მიგდებთ რაღაცა სასწაულ ამბებს რაც საქართველოში ხდება და მოდი განვიხილოთ ყველა ის თემა რაც 4 დღეში გავმაზე მე კი კარგად დავისვენე მაგრამ თქვენ რა გაუკეთეთ სამშობლოს როგორი ჩაგაბარეთ როგორი დაგიტოვეთ მოკოპწიავებული ყველას დაჯმული ქონდა ყველას მიუხედე და რა გააკეთ რა გამიკეთეთ მე მიკეთებთ ამ ყველაფერს მოკლედ დავიწყოთ იმ თემით რომ პატიმრებმა მაცივარი და ტელევიზორი წამოიღეს გაჩვენებთ ერთი ადამიანის მიერ მომზადებულ TikTok ვიდეოს 2025 წლის 14 ნოემბერს მსჯავრდებულებმა ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მიფარიშვილმა წელიწადნახევრის შემდეგ საპატიმრო დატოვეს. ნუ ეხა უბრალოდ იმიტომ გაჩვენებთ ამ ვიდეოს რომ ეს ადამიანი ხსნის რა სრულად თორე ესეც რომ კოცების ვიღაცა ახალი პროპაგანდისტია და ეხა დაინიშნა მაგას რა თუნდა ბაზარი ხო? ჯერ ამის ხმის ტემბრს და დაყენებულ იმას ტექსტს იმას კენთ. მიაქციეთ ყველა. ომარმა და საბამ აქციების დროს ძალადობრივი ქმედებები აღიარეს და ომარმა და საბამ აქციების დროს ძალადობრივი ქმედებები აღიარეს. შემდეგ ნიკა, შემდეგ საპროცესო გარიგებას მოაწერეს. დანაშაულის აღიარებაში არაფერია სულ. პირიქით კარგია და იმედია თავიანთი დანაშაული ბოლომდე იმედია ნიკა, იმედია. მათ საპატიმრო ისე დატოვეს თითქოს რომელიმე ელექტროტექნიკის მაღაზიაში დიდი ფასდაკრება იყო შავი პარასკევი და იქიდან გამოდიოდა. აი ეს მიყვარს რა. ანუ აი სიცილიც რო ჩართრო. თითქოს რომელიღაც ტექნიკის მაღაზიაში შავი პარასკევი იყო და იქიდან გამოდიოდნენ. ეს ტექსტი აქვს ტიპს ერთი 10 ჯერ გადამეორებული რა თქმა უნდა სხვისი დაწერილია შალვა რამიშვილის და ესე რომ გაწონებენ თავს რომ თითქოს შავი პარასკევი გახლდათ ციხეში და იქიდან გამოდიოდნენ. დიახ, ომარმა საპატიმროდან მაცივარი წამოიღო. საბამ ტელევიზორი. მოდი მივყვეთ სამართლებრივად. კანონის მიხედვით ადამიანის დაჭერის მომენტში არსებული ნივთები საპატიმროს დატოვების შემდეგ უკან იბრუნდება. არ მგონი აქციაზე რომელიმეს მაცივარი. ახლა არ მგონი აქციაზე, კაროჩე რა. არ ეს ორი ბავშვი რო ჩვეულებრივი დებილი და კრეტინია, მაგას რა თუნდა ბევრი ბაზარი ხო? უბრალოდ მეთქი ნუ რაღაცა გაჩვენებდით, მაგრამ ვერ გაუძელი მაგ ახალ ტიპს, ახალ გამბოჩეკილს, რომელსაც ეხა უყდიან ფულს, რომ გააშავე ნაცები. და ამანაც დიახ, ნაცები გავაშავო? მოკლედ რა ხდება? აგიხსნით ეხა ადამიანურად. ორი დებილი გოიმი ბავშვი ყავს. აი ერთ-ერთი ესა. ბუინა გალავა. The ground. Садной головы. Вся седина. Весь пух и прах. Все с одного ребра. И одна сатана. В глазах бела пелена. ერთი ეს დებილი ბავშვი ყავს, მეორეც ესეთივე დებილი ბავშვი ყავს, რომელმაც ტელევიზორი გამოიტანა ციხიდან და ეხლა რავი ვიცი რომ ყველა აგინებს, მაგრამ ჩემი აზრით საგინებლები არ არიან რა, უბრალოდ დებილები არიან და არიციან ცხოვრება რა, ეხლა კი შავი სათვალე უკეთია კი რაღაცა დუტის კურტკაცია კი რაღაცა ჯანიან ბიჭი ჩანს, მაგრამ დებილია რა რეალურად და მეორეც ესეთივე დებილია და ამათი დაჯმა ჩემი სტილი ნამდვილად არ არის დებილების. ასე რომ აგიხსნით ჩემი აზრით რა მოხდა. მოკლედ გამოვიდნენ ციხიდან აქციაზე დაჭერილი პატიმრები და გამოიტანეს ტელევიზორი და მაცივარი და ეხლა რა მოხდა რეალურად? ნუ რეალურად რა, რეალურად არც ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჩემ აზრს აგიხსნით. მოკლედ ხო ისხდნენ ესენი ციხეში და უკვე მოვიდა რა ამათი გათავისუფლების დრო და მიდის ერთი ბადრაგი, რომელიც მთელი წელიწადნახევარი კარგად ექცეოდა, აი მაგალითად ომარიკოს ხო? აი რომელიც ძიმას მოათრევს მაცივარს.
და მიდის ეს ციხის ბადრაგი, რომელიც კარგად ექცეოდა და ომარ გამოძმაო. როგორ იძახიან, როგორ სვეშამი ნავიხადო, როგორ ომარ შემაიმუნო. როგორ მიყვარხარ ბიჭო. ბიჭო გადიხარ ეხა და მისმინე, მართლა არ ვიცი ძმაო, ეხა შევხვდებით თუ არ და წამ რა ერთ წამ ჩემ კაბინეტში შეგიყვან ძმაო. და ომარასაც გაუსწორდა რა, ციხის ბადრაგს თავის კაბინეტში შევყვავარ რაღაცა. ეს თან ბადრაგი უსრულებს, რომ ისე რო იცოდე ომარა, ეხა მართლა არ გააბაზრო რა, რომ კაბინეტში შემოგიყვან, იმიტომ აქ ეხა მსჯავრდებულების ყოფნა აკრძალულია და უფროსმა რო გაიგოს, რავი, გამაგდებენ ძმაო რა და ბიჭო ისე რა სამსახური მაქვს, აი როგორ მეზიზღებოდა ძმაო, აი ყოველდღე რო გიყურებდი და მეთქი, ანუ ამ პატიოსან წესიერ კაცს რა უნდა აქვს, და აი ხა ძალიან მიხარია რომ გადიხარ, აი მართლა. აი არ ვიცი ძმაო, რავი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ აი შვილივით შემიყვარდი რა. აი რამდენი წლის ხარ? 20-ის. ხო, აი 15 წლის შვილი მყავს, წარმოიდგენ ძმაო და აი ხა შენ ადგილას წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემ შვილს რა. ყავას და ლეო. ყავა და ლიო ომარ მიდი. ოღონდ იმას არ ეცინება, ეს მე მეცინება. იმ ბადრაგს არ ეცინება. ყავა და ლიო ომარ მიდი. პეჩენია არ გაგისწორდება. მართლა ჭამე ბიჭო რა არ მევასება ეს პეჩენია. დილით ვიყიდე, მეთქი დამევასება თქო, მაგრამ არ დამევასება. აჰა პეჩენია ჭამე. ის ნუ მოკლედ საუბრობენ ეს რაღაცა გაიხედება. ოუ, ამაზე მოგიყვეს ზობას, ამ ყუთებს ხო ხედავ ომარ. ხო? ბიჭო, ანუ ვთხოვეთ რა, კაროჩე, უფროსობას, რომ 15 ტელევიზორი მოგვიტანეთ ხო რა და ტიპებმა მოგვიტანეს 30 ტელევიზორი და 40 მაცივარი. ანუ ვეკითხები ხალხს რომ მეთქი არ გინდა თქო არ გინდა, ყველამ არაო და მოდი ერთი წაიღე რა ძმურად. ეს ომარამაც არა დიდი მადლობა, არ მინდა. რა არ გინდა ბიჭო, რა არ გინდა, ეხა წელიწად ნახევარი ციხეში იყავი ძმაო, წაიღე რა ზომბას გაფიცებ ტელევიზორი. სად მიდიხარ? ბებიასთან. ბებიაშენს წაუღე ბიჭო, აი არ გაატრაკო რა. დაითრიე? всё, გაიტანე ძმა. დაიკიდე. მართლა არნაირი პრობლემა არ შეგექნება, დედას გეფიცები. ომარამაც მოკიდა ხელი მაცივარს, მე ოჯანზე ვარო, ამ მაცივარს გავათრევო და ნახე როგორ მოდის, რომ აი მოიცა ერთი წამი შეხედეთ ამის ფახოთკას. აუ მაცივარი დაითრია კაცმა და იქ ბადრაგმა გადარეკა ეგრევე რომ ეხაო ერთი ლოხი გამოუშვიო გარეთო და ჟურნალისტებმა ჩარტეთო კამერებიო ამოქოქეთო ყველამო ესო ნახეო ეხა რითი გამოუშვაო და ესო გამოუშვეს იქ რაღაცა მღერია ციხის ბადრაგები რომ ჩვენი გოიმი ბიჭი ომარი პატარა ყომარბაზი რომარი გავატანეთ მაცივარი დავაფარეთ კარგი სტრაკი ჩვენი ბიჭი ყომარბაზი ომარი და რაღაცებს მღერიან და кайფობენ და იქ ტორტებში სანთლები ჩაარჭეს რომ კიდე ერთი გოიმიო და მე მეორეს გაუსწორდა მეორე ბადრაგს რომ ეო მეც მინდაო ეგრე შევასრულო და იმან ბაზარი არაო კიდე ერთი ტიპი უნდა გაუშვათ იმასო მიდიო ტელევიზორი გაატანეო აი ესე მოხდებოდა ჩემი აზრით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სპეკულაციებია მეგობრებო ეხლა შეიძლება მართლა პატიმრებს მოუხსნა კაცო ჩვენმა ბუთქუნა ბიჭმა ომარმა მაცივარი და აბა პატიმრებო მე გავდივარ ეხლა და ამ მაცივარს მოგიხსნით და წამოვიღებთ მაგრამ ნო მაგის შანსი რამდენია 0.01 და იმის შანსი რამდენია რომ შეუსრულეს ციხეში თანამშრომლებმა და გამოუშვეს ესე ოე გოიმოყლეო წადი მაცივარი წაიღე ოე მაგის შანსი რამდენია 99.9 ასე რომ გაუმარჯოს გოიმებს აი მართლა იგივე სიტყვა უნდა ვთქვა რა რაც წინა ვიდეოში ვიხმარე რომ ლოხნე მამანტ ანუ ლოხები არ გადაშენდებიან მამონტებივით რა ესეთი ლოხები ყოველთვის იქნებიან რომლებსაც მაცივრებსაც გამოატანენ და ყველაფერს გამოატანენ ციხიდან და მე ჟურნალისტები დაუსატკავდებიან რომ ეზო ნახეთო რა ლოხიაო და მე შალვა რამიშვილი გაგინებს რომ ესენიო ბიჭო ნახეო რა გულის პატრა ადამიანობის პატრონები არიანო და თქვენც აგინებთ ამ ცოდო ბავშვებს, კარგით რა.
ეხლა ვიცი რომ თლად ცოდო ბავშვები არ არიან და რაღაცა, მაგრამ გოიმები არიან რა. ასე რომ გაუმარჯოს მსოფლიოს ყველა ლოხს, რომლებზეც ვიღადავებთ და გავერთობით, მაგრამ ეხლა გინება და ჩაგვრა არ მევასება ესეთი დებილი ბავშვების. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი სიახლე გვახლავს. პაპუაშვილის თქმით, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ. ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ისინი ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ. ამაზეც ბევრი ადამიანი გამოხდა, ბევრი პროვოკატორი, რომლებიც იძახიან, რომ ესო ქართულმა ოცნებამ იმიტომ მოიგონაო, რომ 87% ემიგრანტების აძლევს ქართული ოცნების საპირისპიროდო და იმას წამატებენ ეს საქართველოს მოღალატეები, რომ ქართველებიო იმიტომ გარბიან ქვეყნიდან, რომ უჭირთო, თავრობას არ ეთანხმებიანო და არ მოსწონთო რა დღევანდელი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ეხა მაგის გამო რომ წახვალო უცხოეთშიო, მე ამ თავრობას აღარ დაუჭერო მხარსო რა, რის გამოც წახვედიო. ამას მე არ ვიძახი. ამას იძახიან პროვოკატორი ნაციონალები. მე რას ვიძახი? მე ვიძახი, რომ ბატონი შალვა პაპუაშვილის გათვლა არის ის, რომ ემიგრანტები, რაც შეიძლება მეტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, დავაბრუნოთ და რომ ჩამოვლენ, გაიხედავენ, გამოიხედავენ და იფიქრებენ, რომ თურმე როგორც ცდებოდიო, თურმე ქართული ოცნება აშენებს საქართველოსო და შემოხაზავენ ქართულ ოცნებას. აი ეს არის სიმართლე. და თქვენ იგონებთ რაღაც პროვოკაციულ მოცემულობებს. ეს არის რეალობა. ამაზე მეტი რა ვისაუბრო, რა ვიცი, ყველასთვის გასაგებია, ხო? ყველასთვის გასაგებია, რომ კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგ განვიხილოთ ეს თემა წიწაკის სპრეის შესახებ. გილოცავთ მეგობრებო, ვისაც, რა ვიცი, სიცოცხლე გიყვართ, ზოგადად თავის დაცვა გიყვართ ქუჩაში. ვეღარ დაიცავთ თავს, რადგან მას შემდეგ, რაც პარლამენტი შსს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას დაამტკიცებს და ეს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოხდება, წიწაკის სპრეის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ კი მაღაზიაში სპეციალურად თქვენ სახელზე შს სამინისტროს გაცემულ ცნობას წარადგენთ. მე დღეს დავრეკე, ჯერჯერობით სიახლეს გეტყვით რა ხდება. დღეს შეგიძლიათ წიწაკის სპრეის ქონა, ალბათ ხვალაც და ზეგაც შეგიძლიათ და ამას აუცილებლად გაგაცნობთ, მე როცა აღარ შეგეძლებათ და იმასაც აუცილებლად გაგაცნობთ, როგორ უნდა, რა ვიცი, იმას ვქნა, წარუადგინოთ ეს შს ცნობა, იმიტომ რომ მე აუცილებლად ვაპირებ, რომ მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მქონდეს წიწაკის სპრეი და რავი, მოკლედ ეგეც იკრძალება რა რეალურად. რადგან, ხალხის უმეტესობას, რა თქმა უნდა, დაეზარება ამ ცნობის აღება. არ ვიცი, ხა შეიძლება გასცენ, შეიძლება არა. ხა მე თუ არ მომცეს წიწაკის სპრეის ტარების უფლება, ალბათ მე მეწწავალა ემიგრაციაში, იმიტომ რომ რა გვაქვს რეალურად თავის დაცვის საშუალება ჩვეულებრივ მოქალაქეებს. და ეხა ვინც ზედმეტად ვისაც ზედმეტად გადაკეტილი გაქვთ ქოცებზე, იტყვით რომ პატრული. ქუჩაში მოდის სამი ტიპი, მთვრალი, მეუბნება. შენ ძმა რა იხუმრე იმაზე? მე ვეუბნები, არ ვიცი რა ვიხუმრე რა და დამიშვა სამმა კაცმა. დამარტყმევინეს თავი ბორდიურზე და მოუკვდი თავის დარტყმის შედეგად. მე ვინ რეკავს პატრულში? ვიღაცა გამრელი, რომ უკაცრავად და გვამიაგდია. და ეგეთ გვამათ უნდა ვიქცე, რამე თავის დაცვის უფლება მომეცით ეს დედა მოწყნული ბიჭო. ქალებს მიეცით თავის დაცვის უფლება. საწყალ ქალებს იმის უფლებაც აღარ ექნებათ, რომ წიწაკის სპრეი ატარონ ჩანთით. შუაღამით მიდიხარ ქუჩაში, ვიღაც ტიპი აგეკიდა და შენ ასე თუ ისე ეხა ნერვიულობ, მაგრამ წიწაკის სპრეიზე გიჭირავს ხელი, რომ თუ რამეს მეტყვის ან რაღაცა უხეშად მომექცევა, შევასხამ სახეში და გავიქცევ. არა. დღეიდან ბოზო ჯიუჯიტსუ უნდა ისწავლო. მაგრად კიდია ჩვენ მთავრობას შენი წიწაკის სპრეის ქონა.
კეთილი ინებე და ჯიუჯიტსუ ისწავლე. ვიღაცა მოგვარდება, რაღაც გაუპატიურებას გიპირებს, ხელებს გიფათურებს, ეგრევე გააგდე შენ რაღაც ჩანთა, რაღაცეები ძაღლს გაუშვი ხელი კოკერ სპანიელს რაღაცეებს და ეგრევე double leg-ი შეუვარდი ფეხებში, ააყირავე, უცებ ეგრევე თავისკენ მოიქეცი და მოგუდე. დიახ, შეიძლება უცებ დანა გაგიძროთ და დაგჭრათ. შემდეგ რას აკეთებთ? შემდეგ რეკავთ ჩვეულებრივად პატრულში, ეუბნებით რომ ალო გამარჯობა. უკაცრავად ეხა ქუჩაში თავს დამესხნენ, ჩემი გაუპატიურება უნდათ, ეხლა დაჭრილი ვაგდივარ. გთხოვთ, მობრძანდეთ ამა და ამ ადგილას. გახედავთ, ნუ რაღაცა თამარაშვილის 14. აი, აგერ სპარია. აი, იქით. ორი ნაბიჯია. გთხოვთ, აქ მომაქციოთ ყურადღება. მოვა პატრული გიშველით. იმ ტიპს დაიჭერენ, გაუშვებენ ციხეში 2 წლით, 3 წლით. გამოვა 2-3 წელში ტვინს გაგიხრეთ თიარაღით. ან ისევ დაგჭრით, რადგან თქვენ 2 წელი გქონდათ ისევ ჯიუჯიტსუს სასწავლად და ვერ ისწავლეთ. ვისი ბრალია ეს? თქვენი ბრალია. ასე რომ ყველა ქალმა უნდა ისწავლოთ ჯიუჯიტსუ. აიკრძალოს ჩემი აზრით აი თავდაცვას თუ ყველნაირად უკრძალავთ, საერთოდ გაქცევაც აუკრძალოთ. ანუ აი მაგალითად ახალგაზრდა გოგოა, ხო, 50 კილოიანი, რაღაცა 25 წლის გამხდარი პატარა გოგოა და მისდევს ვიღაცა გასაუპატიურებლად. ჩემი აზრით, თუ გაიქცევა ეს გოგო, იმ გოგოს უნდა დაუწეროთ ჯარიმა. რადგან გაქცევაც უნდა აიკრძალოს ჩვენ ქვეყანაში. იარაღი ხო აკრძალული გვაქვს, დანა ხო აკრძალული გვაქვს, კასტეტი ხო აკრძალული გვაქვს, შოკერი ხო იკრძალება, წიწაკის სპრეიც იკრძალება. გაქცევაც აუკრძალოთ, მეგობრებო. და აი ეგ გამოვა კამფეტივით ქვეყანა. და ანუ მერე ვიძახოთ, რომ რამდენი ახალგაზრდა იღუპება. ანუ ყველა ვიყოთ ჩვენი მუშტების იმედზე. ვიღაცას მაგალითად ვარჯიში არ უნდა, ბოქსის სწავლა არ უნდა, რომ ერთი დარტყმით დააგდოს ადამიანი, всё, ანუ უნდა მოკვდეს. უნდა გააუპატიურონ, უნდა იძალადონ მასზე ქუჩაში, არანაირი თავის დაცვის საშუალება არ უნდა მივცეთ. გაქცევაც აუკრძალოთ. აი რას ვაკეთებთ, ბიჭო? მე რას მიკეთებთ ეს დედამოწყნული? კაი, მე პირველივე დღეს, როცა ეს კანონი ძალაში შემოვა, ეგრევე დავრეკავ, ეგრევე მივალ, ჩავეწერები, რავი, გამოცდებით რაც იქნება, რომ ვატარო წიწაკის სპრეი და შოკერი და რავი, თავი დავიცვა ეს დედამოწყნული, რადგან არ ვაპირებ, ძმებო, მე 5 კაცი მომوارდეს ქუჩაში და უკაცრავად, იცით, მე არ მაქვს ტარების უფლება წიწაკის სპრეის, ასე რომ მოდით, ვიჩხუბოთ კაცურად. ხალხს რომ კიდეს ჯერა, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად გექნებათ. სასაფლაოებზე გაგიuliათ, მაგრამ ბოლოს როდის გაიარეთ სასაფლაოზე ძალიან გთხოვთ. აი მე ვიყავი როდის წინა შაბათს წავედი სასაფლაოზე. აი სანამ ჩემი ოჯახის წევრი საფლაომდე მივედი, 10 ახალგაზრდა ბავშვის საფლავი ვნახე. ნუ კაი ეს 10-ვე, რა თქმა უნდა, ჩხუბის გამო არ იქნებოდა დაღუპული, მაგრამ აი 100-დან 1 მაინც ხო ჩხუბის გამოა დაღუპული, არა? ვიღაცამ ვიღაცა დააჭრა, ვიღაცამ ვიღაცას ხელი დაარტყა და იმან თავი და ტვინი დაასხა ბორდიურზე. და ჩვენ რას ვუკეთებთ ახალგაზრდობას? ჩვენ რას ვუკეთებთ ქალებს? მოგიწევთ ყველას ჯიუჯიტსუს სწავლა. არ ვაპირებ ძმამ ჯიუჯიტსუს სწავლას, რავი. წავალ სხვა ქვეყანაში, მაგის დედაცვატირია. თუ ვერაფრით დავიცავი თავი და თუ წიწაკის ფრეიზე ჯარიმები მიწერეთ, რომ ვიღაცამ არ დამიშვას და ვიღაცამ არ მასხმევინოს ტვინი ბორდიურზე და მაგის გამო თავის დაცვა მინდა, მაგაზე თუ ჯარიმები მიწერეთ, რა ჯანდაბა მინდა ამ ქვეყანაში, თო? ნუ რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს, რომ მომცემენ მაგის ლიცენზიას და ესე ვივლი ხოლმე. აი ესე იმას გავიკეთებ, რა ქვია, ჰოლსტერს, რა ქვია. ნუ მოკლედ იარაღის ჩასადები როა რა. აი იარაღის ჩასადებს დავიკიდებ ხოლმე და წიწაკის სპრეი და
უკან ჯიბეში მედება დოკუმენტი, რომ უფლება მაქვს, რომ წიწაკის სპრეი ვატარო და ესე ვიული. და იმას დეზებს დავიყენებ, როგორც იმაში. ძველ ტექსასში. და ცხენით ვივლი კიდე. ოღონდ იარაღის ნაცვლად წიწაკის სპრეი მედება. ეხა არ შეგასხა. აუ წიწაკის სპრეი არის მართლა საუკეთესო დაცვის მექანიზმი. იარაღის შემდეგ, ჯერ არის იარაღი, მერე წიწაკის სპრეი და მერე მოდის დანა, კასტეტი და ასე შემდეგ. მართლა რეალურად გეუბნებით. და წიწაკის სპრეის რატო კრძალავეთ, ბიჭო? მართლა ჯიუ-ჯიტსუზე ხო არ შევალ ამის დედაც გეი სპორტი არა, ეხა ვიღაცა კაცებს უნდა ოფლიან კაცებს უნდა ვეხუტო იატაკზე. ეგ არის გეობა, მეტი კი არაფერი არ არის ოფლიან კაცს რო ეხუტები და ეხა მოგგუდავ. არ მინდა ოფლიანი კაცების მოგუდვა რა. მე მინდა წიწაკის სპრეი. ჩამწერეთ ვინმე ემაზე რა ქვია. ჯიუ-ჯიტსუს კლასზე კურსებზე. ჯანდაბას ვივლი, რავი, ესეც თუ აკრძალეს, მეტი რაღა ვქნა, რითი დავიცვა თავი ეს დედანატირები. ყველა ცხოვრობთ რაღაც ვარდისფერ სამყაროში, რომ ძმა ქუჩაში ჩხუბი 1-1-ზე მიდის. რა მიდის 1-1-ზე? სად გინახავთ 1-1-ზე ჩხუბი? ძველ რომში ვცხოვრობთ, სადაც გალიებს გვიხსნიან და 1-1-ზე გვაჩხუბებენ? ქუჩაში ჩხუბი არ გინახავთ? და ამას ატრაკებს ხალხი, რომლებსაც პატრული არ ევასებათ რა. ეგ ხალხი ატრაკებს, თორე ვისაც პატრული ევასება, ვინც პატიოსანი მოქალაქეა, მაგას შეგნებული აქვს, რომ 1-1-ზე არ მიდის ქუჩაში ჩხუბი. ამას ატრაკებენ, ვისაც პატრული ძაღლები არიან, ბიჭო, ძაღლებში როგორ უნდა დარეკოტო, ძაღლების დახმარება რა შემჭირდება, კაცურად უნდა იჩხუბო. სად გინახავს ზმა 1-1-ზე ჩხუბი? დუელების ეპოქაში ვცხოვრობთ, ისა ვარ დანტესი და ისა ვართ, რა ქვია, პუშკინი ვართ. თუ რას ვაკეთებთ? ესე ხო არ გავიდეთ 30 მეტრი და დრო რო 12-ს დაარტყამს, მერე ამოვიღოთ იარაღები და ვესროლოთ ერთმანეთს. არა მეგობრებო, ცხოვრება უსამართლოა, უსამართლობას ყოველთვის შეხვდებით, ასე რომ თავი დაიცავით, როგორც შეგიძლიათ. კანონიერად რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა კანონიც თუ იმას დაგვიშლის წიწაკის სპრეის და შოკერის და რა ნებისმიერი მძიმე საგნის ტარებას, აბა რაღა ვქნათ თო. რავი, მაშინ იმებით ვიჩხუბოთ. ფრჩხილებს ავილესავ და მეგონება გოიმი გოგოები ვით, რომ ვინ რა უნდა მიქნას? და ესე აქედან რო აჩვენებენ გრძელ ფრჩხილს, რომ ნახე, ჩემი ფრჩხილით ვიცავ თავს. მაიგრე ვიქნები მეც, რომ გრძელი ფრჩხილის იმედად ვიქნები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს, ცისარტყელა გადმოფარებული ცას, ყვავილები იზრდებიან და გრძელი ფრჩხილი მაქვს და всё უსაფრთხოთ ვარ. რა უნდა მომივიდეს და ყურში გავიკეთებ იმას, მოусმენ. I got a pocket full of sunshine, I got a love and I know that it's all mine. Whoa. და ესე ვიმოძრავებ თბილისში, მაგ დღეს დედა მართლა ეგრე გოიმივით, რომ ვივლი თბილისში რა. ეხლა ვაპირებდი მეგობრებო დონაციებზე გადასვლას, მაგრამ რო შევხედე ვიდეოს ხანგრძლივობას უკვე საკმარისად ვისაუბრე. სამწუხაროდ, თორე მართლა მინდოდა განხილვა, პროსტო კითხვებს რო გადავხედე, ძალიან გრძელი პასუხები გამომდის და იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს ვაკეთებ ჩემით, არ გამოდის რა დღეს. ეს დონაციებიც რო ჩავწერო, მოუნდები მართლა ზეგ დავდებ ამ ვიდეოს და მე კიდე მინდა რომ ეს ვიდეო დავდო დღეს. ასე რომ დიდი მადლობა ყველას თითოეული თეთრისთვის. ქვემოთ აღწერაში იქნება მითითებული ლინკი, სადაც შეგიძლიათ გამომიგზავნოთ კითხვები და აუცილებლად ვუპასუხებ ყველას ერთად, ოღონდ შემდეგ გადაცემაში რა, რომ შემდეგ გადაცემა ცალკე იყოს მაგ კითხვებზე დათმობილი. კოცნით მიყვარხართ და მადლობა გაგებისთვის.